რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი სამართალდამცველებმა გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით და საგამოძიებო სამსახური საუბრობს, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად შექმნილი დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს. ამავე სქემაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. თამარ ციკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში, რა სქემაზეა საუბარი და რა შეედება ბრალი გიორგი ღონიაშვილს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ნათესავი გიორგი ღონიაშვილი დააკავა. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით წინასაარჩევნოდ ნაციონალურმა მოძრაობამ გიორგი ღონიაშვილს დახმარება შესთავაზა, რაზეც ღონიაშვილი დასთანხმდა. ამისთვის კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია ბრუკთეიდში ირიცხებოდა თანხები ვითომ და საკონსულტაციოდ, თუმცა შემდეგ ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ეს თანხები უკვე ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად წინასაარჩევნოდ ირიცხებოდა. როგორც უწყების მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით ამ სქემის შესანიღბად შემდეგ უკვე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ექსიმუს ჰოლდინგსა და ბრუკთეიდ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თითქოს და გიორგი ღონიაშვილის კომპანიას ბრუკთეიდს უკვე კონსულტაციები უნდა გაეწია ექსიმუს ჰოლდინგისთვის კასპიის ზღვის ქვეყნებში ენერგომატარებლებით ვაჭრობა დაკავშირებით, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება კი განისაზღვრა $1.5 მილიონ დოლარის ღირებულებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ამ ბატონო გიორგი გადაყავთ კანონის შემოსავლის ლეგალიზაციაზე ლეგალური ვაჭრობის ფაქტზე დანაშაული გათვლითი საქართველოს ისლამური კოდექსის 194 სამონაწილე და 329 პრიმატური მასწავლე. თქვენ გაქვთ ადვოკატის პოლიციის უბრალოდ დუმილისა და კითხვებზე გაცემთ თავის არხი ყავის უცხოურება არ დაიგროვა დანაშაული და ყველაფერი რასაც შეიძლება შეწირავდა იქით გამოყენებული სასამართლოში. ჩვენ დავიკავშირდნენ დაახლოებით 1 საათის წინ გიორგი ღონიაშვილის ოჯახის წევრები და გადმოგცეს, რომ იგი იყო დაკავებული ქუჩაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ. დაახლოებით 1 საათის წინ ჩვენ გამოცხადდით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, წარმოადგინეთ შესაბამისად ადვოკატის ორდერი და ვითხოვდით მათთან შეხვედრას, მაგრამ სამწუხაროდ არ მოგვეცა საშუალება, რომ შევხვედროდით ჩვენ კლიენტს და რამოდენიმე წუთის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ იგი დაკავებული გადაყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში და შეგვიძლია მივიდეთ მასთან შესახვედრად წინასწარი დაკავების იზოლატორში. აქ იმყოფებოდნენ დღეს თავად გიორგი ღონიაშვილის ადვოკატის განცხადებით კი გიორგი ღონიაშვილს რამდენიმე საათში გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. თავად ადვოკატი კი შესულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში იმისათვის, რომ ოფიციალურ ბრალდებას გაეცნოს.